მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვატო ღვინჯილია, თქვენ ახლა იმყოფებით ჩემს არხზე. დღევანდელ ვიდეოში საუბარი მექნება განვლილ რამოდენიმე დღეზე, თუ როგორ დავამარცხეთ კორი სენთეგენი, რა ხდებოდა მანამდე კულისებს მიღმა, წონა როგორ ჩავაბარეთ, თვითონ ბრძოლამდე რა ხდებოდა და ასე შემდეგ. ბევრ საინტერესო ნიუანს შევეხები. თქვენთან მხოლოდ ერთადერთი თხოვნა მექნება, რომ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი, თუ ჯერ კიდევ გამოწერილი არ ყავართ. ამ მარტივი მოქმედებით თქვენ მეც მეხმარებით ჩემი არხის განვითარებაში და წინსვლაში. საქართველოში სპორტის პოპულარიზაციას უწყობთ ხელს, რაც ნიშნავს უფრო ჯანსაღ თაობას, უფრო სპორტით დაინტერესებულ თაობას, ასე რომ ეს მოქმედება მარტივად უნდა გააკეთოთ, მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი. ეხლა კი მოდი დავიწყოთ. პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავიწყებ წონის კლებაზე საუბრით, რადგან ყველას ეს მომენტი გვაინტერესებს ხოლმე, ხშირად ვლაპარაკობთ, რომ რთულია წონის კლება, ყველა პროფესიონალ მებრძოლს უჭირს წონის კლება, ანუ რაც არ უნდა იყოს წონის კლება არასდროს არ არის მარტივი. Let's go. You're good. Thank you, Mike. Got Marab coming in. Good luck. Thank you. Yes, sir. The one and only Vato. He was really. Thank you. All right, thank you all for being here for the official weigh-in for UFC 320 Ankalaev versus Pineda 2, and we begin in the co-main event. First time undisputed title challenger, the number 4 ranked UFC bantamweight in the world, Cory Sandhagen. Hey, are we keeping coaches and stuff on this side? Look back on the side. Yeah. 134 and a half. 134 and a half, the official weight for the challenger, Cory Sandhagen. All right, next fighter to the scale is the gentleman around whom this fight card was built, the reigning, defending, undisputed light heavyweight champion of the world, Magomed Ankalaev. 204 and a half. 204 and a half, the official weight for Magomed Ankalaev. All the camera guys can't block these fighters. They need a shot at them 204 and a over here. half. 204 and a half, the official weight for Alex Pineda. And with that, the UFC 320 main event is now official. Come. All right, next fighter to the scale, making the 3rd defense of his bantamweight title here in 2025, the undisputed bantamweight king, Merab Dvalishvili. Let's go, champ. Let's go. 135. Let's go! The official weight for the champion, Merab Dvalishvili. And with that, your co-main event is official. Whew. I got it. Let's go. All right, next fighter to the scale, competing in a prelim at a catch weight of 153 pounds, Jusong Hu. Gainatso. Gilotsalts, no? Цам, ходи. Let's go.
დაცხე. Let's go. All right, next fighter to the scale, also live on pay-per-view, the number 8. Bro, I love the thing about the balls, yes. Georgian balls, you're a gangster. Just take this, you go see Dr. Zavala in the blue. I'm making that shirt. Georgian We're balls. doing Georgian balls shirt. All right, baby. Yeah, you see it. Hard work's done now. Bye guys. Sits no. Რა თქმა უნდა, ესეც არის ბრძოლის კვირის დროს, როდესაც უკვე დატვირთულები არიან მებრძოლები, ინტერვიუების მიცემით და ასე შემდეგ და თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ ყველა მებრძოლს არ აქვს ბევრი ინტერვიუ, მერაბის შემთხვევაში, ჩემპიონის შემთხვევაში, აი მაგალითად სამშაბათ დღეს გავიხსენებ, 14 ინტერვიუ ქონდა მიყოლებით, როდესაც მივედით მებრძოლების სასტუმროში, სადაც განლაგებული იყო UFC, თან პარალელურ რეჟიმში წონას იკლებ, თქმა უნდა პასუხებზე უნდა იფიქრო, ფოკუსირება მოახდინო, რაც რა თქმა უნდა ძალიან დამღლელი არის დამერწმუნეთ მეგობრებო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარალელურ რეჟიმში წონასაც იკლებ. ხო, ალბათ გაგიჩნდებოდათ კითხვა აქ რეები მიდევს. ეს არის რეიბანის მეტასათვალეები, რომელიც ჩემი ვიდეოს გმირი არის, ესე ვიტყოდი, რადგან დიდი ნაწილი კონტენტის ამ სათვალეებით მაქვს გადაღებული. გამჭირვალე არის მომენტების დროს, როდესაც ბრძოლის კვირა არის, წონას ვიკლებთ და ასე შემდეგ ძალიან მეკომფორტულება გადასაღებად. ეს დიდი ხანია მაქვს. სხვათა შორის მარკ ზუკერბერგმა აჩუქა მერაბს. ეს მეორე არის უკვე ახალი ოუქლის სათვალეები, რომელიც ასევე მარკმა აჩუქა მერაბს, რომლის unboxing-იც და განხილვაც ცოტა მერე მექნება ვიდეოში. ჯერ არ არის გაყიდვაში სხვათა შორის. მალე ჩაეშვება. ძალიან მაგარი კემპი გაიარა მერაბმა, დაახლოებით 8 სხვადასხვა სპარინგ პარტნიორი ყავდა მთელი ამ კემპის განმავლობაში. Robbie, let's start looking at him like that's Corey now, okay? Now, don't lose your shit, but that's our guy. Here we go. Ready? Yeah, we're working. Champ warmed up with 5 rounds on fight day. Pass that chest up, beautiful, heavy now. Heavy hit, slow it down. Let's take our time. Good. Let's get driving it back now. Opa. Cut that corner. Let's go. Let's go. It only does fucking 15 rounds on fight day. Just that. That's all we gotta do. რაც იმას ნიშნავს, რომ სპარინგები კარგად ტარდებოდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შენ სპარინგ პარტნიორს. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ სპარინგ პარტნიორები მიახლოვებული ზომის და სტილის იყვნენ, როგორიც მოწინააღმდეგე არის და სანამ სპარინგების დაიწყება, მანამდე კონკრეტულ მითითებებს ვაძლევთ სპარინგ პარტნიორებს, რა უნდა გააკეთონ სპარინგის დროს, ხშირად მაგალითად რას იყენებს პოტენციური მოწინააღმდეგე, რაც იგივე უნდა გააკეთონ სპარინგ პარტნიორებმა სპარინგის დროს და ესეთ პატარ-პატარა ნიუანსებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრებო. როგორც წესი, მერაბი კვირაში 3 ჯერ სპარინგობდა, ანუ სპარინგების დღე ოფიციალურად 3 ჯერ ქონდა კვირაში, სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი. გუნდი 2 ჯერ სპარინგობს ხოლმე, სამშაბათს და ხუთშაბათს, მაგრამ ჩვენ რა მერაბი ამ შემთხვევაში შაბათსაც სპარინგობდა, შაბათს ძირითადად ღია სპარინგების დღე არის ხოლმე დარბაზში, მაგრამ ჩვენ დაჯავშნილი ქონდა cage რაუნდები, ანუ რაუნდები ოქტაგონში, რომელიც წინასწარ იჯავშნება სპეციალური დროით, რადგან დარბაზში ზოგადად სხვა მებრძოლებიც ემზადებიან და სხვების სპარინგ რაუნდებიც არის ხოლმე, ასე რომ წინასწარ იჯავშნება ეს ყველაფერი და კემპმა იდეალურად ჩაიარა რა, რაც ყველაზე მთავარი არის, ანუ არანაირი ტრაუმები არ ყოფილა კემპის დროს, არანაირი დრამები არ ყოფილა, რაც მთავარია და შედეგიც სახეზე გვაქვს, ხო? ანუ კორი დავამარცხეთ, თან ძალიან მაგრად დავამარცხეთ. დაუბრუნდები წონის კლებას. ძალიან ბევრჯერ ვცადეთ მერაბის გადარწმუნება წონის კლებასთან დაკავშირებით, ანუ მერაბი თავისი მეთოდით იკლებს, ძველებური მეთოდით, ესე ბჭყალებში რო ვთქვა, old school-ი არის და გსურდა გვეცადა ახალი მეთოდით. პრინციპში ზოგადად ძალიან დიდი განსხვავება არ არის, ანუ წყლის მაც და შემდეგ
საჭმლის ჭამის მიტოვებაც ორივე შემთხვევაში ერთდროულად გიწევს. აწონებამდე 2 დღით ადრე, მაგრამ აქ განსხვავება იმაში იყო, რომ ერთ შემთხვევაში ვარჯიში გიწევს და ფიზიკურად დაღლა, რაც ძალიან რთულია, როდესაც ბოლო კილოგრამებზე არის საუბარი და მეორე შემთხვევაში არის მაგალითად ცხელ აბაზანაში ჩაწოლა, სადაც კონკრეტული ტემპერატურა არის დაყენებული და შენარჩუნებული წყლის, რომ ორგანიზმი გადახურდეს პირველ რიგში და შემდეგ გადახურების ხარჯზე ოფლმა დაიწყოს გამოსვლა და ესე დაიკლო წონა, რამოდენიმე პროცედურა არის საჭირო, რამოდენიმე სესია, ესე ვიტყოდი. თქვენ წარმოიდგინეთ და მოახერხეთ მერაბის დარწმუნება, აწონების წინასაღამოს დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა, წონის კლებაზე. პირველ სესია საკმაოდ კარგად გაართვა მერაბმა თავი, ანუ იმის თქვა მინდა რომ 1 საათის და 10 წუთის განმავლობაში ჯერ ცხელ წყალში იწვა დაახლოებით 40 წუთი და ოდნავ მეტი და შემდეგ უკვე გავაკეთეთ ეგრეთ წოდებული მუმია, სადაც სპეციალური მაზი ისმევა ჩაწოლამდე სვეტი, რომელიც კანის ფორებს ხსნის და ეხმარება კიდევ ოფლს გამოსვლაში და ასევე კანსაც ახურებს. ძალიან რთული არის, მეგობრებო, დამიჯერეთ ზოგადად. საუნაში ჩაჯდომასაც კი ვერ შევადარებდი აი ამ ყველაფრის გრძნობებს, რაც ამ ყველაფერს აქვს რა, ჯერ ესე ამდენი ხანი ცხელ წყალში ყოფნა და შემდეგ ისევ ამ სპეციალური მაზის წასმა და ფოლგებში შეფუთვა, პირსახოცების გადაფარება, აი ამ დროს შიგნით როდესაც ხარ იწვი რეალურად და დნები, რასაც ქვია რა, აი ძალიან რთული არის მენტალურადაც. თითქოს ოფლი კარგად მოდიოდა, როდესაც ცხელ წყალშიც აბაზანაში იწვა მერაბი, კარგად გამოდიოდა ოფლი და გვეგონა ყველას ჯონ უდს მე და ალეკოს რომ წონის კლება კარგად მიდიოდა, მაგრამ როდესაც ეს პირველი სესია დავამთავრეთ და შემდეგ ავიწონეთ, ჩვენ დაახლოებით რა წონაც გვეგონა რომ წავიდოდა და დაიკლებდა მერაბი ამ პროცედურის დროს, ანუ იმასთან ახლოსაც კი არ იყო ეს წონა და ამის ასახსნელი მარტივი მიზეზიც არის, ანუ ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალური არის და ჩვენი ორგანიზმი ზოგჯერ სხვანაირად რეაგირებს სხვადასხვა კონდიციებზე და ზოგჯერ სხვანაირად რეაგირებს. ანუ ვის შემთხვევაში რა მუშაობს, ესე წინასწარ ვერ გაიგებ თუ არ გატესტავ კარგად და რამოდენიმეჯერ. ამიტომ მერაბმა შემდეგ გადაწყვიტა რომ ცოტა დაესვენა და ისევ თავისებურად სირბილით დაეკლო. დაახლოებით ღამის, შუა ღამის 4:30 იყო, როდესაც მერაბმა სირბილი დაიწყო, ანუ აწონებამდე სულ რაღაც 5 საათი რჩებოდა. უკვე აი ბოლო ენერგიები ქონდა სახეზე რო უყურებდი, რა თქმა უნდა მეწოდებოდა რომ ესე დღეში ვხედავდი და პლუსთან საერთოდ ენერგია არ ქონდა დარჩენილი, რომ იმ მომენტში ევარჯიშა, აი წარმოიდგინეთ, ალიკწყურია, ქშია, მაგრამ აინც მოიკრიბა რა თქმა უნდა მერაბმა ძალები, სწორედ ამიტომ არის პროფესიონალი. ისევ წაისვა სვეტი ოფლის გამოსადენი სპეციალური სავარჯიშო ტანსაცმელი საუნა სუიტი, როგორც ეძახიან და შემდეგ ისევ თბილები ძალიან ბევრი, რომ ეს ოფლის გამოსვლა დაწყებულიყო სირბილის დროს და შემდეგ შეინარჩუნებინა ორგანიზმის ტემპერატურა, ანუ ეხლა დეტალურად გიხსნით ყველაფერს, როგორ ხდება ეს ყველაფერი და დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ირბინა სარბენბილიქზე, შემდეგ უკვე შეინარჩუნა ეს ტემპერატურა, როდესაც ოფლმა გამოყოფა დაიწყო და ისევ ნახევარი საათი ამ ყველაფერში ჩაცმული იჯდა და უკვე როდესაც ავიწონეთ, დილა იყო დაახლოებით თუ არ ვცდები. მერაბი წონაში იყო 135 პაუნდი და 400 თუ რაღაცაა ჩვენა სასწორმა და ზოგადად იოსიში როდესაც ვრჩებით სასტუმროში თუ სადმე სხვაგან არის ბრძოლა სხვა შტატში ან სხვა ქალაქში, იოსის სასწორზე ვიწონებით, რა დროცა უნდა იყოს გადამოწმების მხრივ. ჩვენ აქ სახლის სასწორზე ვამოწმებდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს კარგი სასწორი არის და მე მაინც წავიღე იოსიში, რომ შემედარებინა და კალიბრაცია გამეკეთებინა სასწორების, რომ აცდენილი არ ყოფილიყო წონა, მაინც პატარა შეცდომა გაიპარა, მაგრამ როდესაც ფარდა დაუდგეს მერაბს და მერაბი დადგა სასწორზე, რა თქმა უნდა წონაში იყო და ამოვისუნთქე მოკლედ მაგრად. ანუ ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის, მეგობრებო, რა წონის ჩაბარება. ჩემთვის პირადად წონის ჩაბარების შემდეგ ისეთი გზნობები მოდის, რომ უკვე თითქოს ბრძოლაში გამარჯვებული ვართ რა. 80% გაკეთებულია, იმიტომ რომ ზუსტად მაშინ ხარ პროფესიონალი, როდესაც წონას აფიქსირებ. ძალიან ბევრი ისეთი პროფესიონალი მებრძოლები არიან აქაც ამერიკაში, რო კითხო და წონას ვერ აფიქსირებენ და ეს ყველაზე დიდი არაპროფესიონალიზმია ჩემი აზრით, იმიტომ რომ შენ თუ წონას ვერ აფიქსირებ, არავინ არ გეჩხუბება, იმიტომ რომ არავის არ უნდა სასწორზე იმხელა რისკი დადოს და გაიღოს, რომ თვითონ წონა გააკეთოს, იწვალოს და
ჩააბაროს და შენ წონა ვერ დაუფიქსირო, მოუწიო შენთან ბრძოლა და რა თქმა უნდა რისკი დიდია ამ დროს რომ დამარცხდები, რადგან იმ ადამიანმა ნაკლები იწვალა, იქაც რამდენით ვერ დაიკლო და რამდენით ვერ ჩააბარა, ამასაც ხო დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ წონის ჩაბარების დროს ჩანს ზუსტად მებრძოლი პროფესიონალი არის თუ არ არის პროფესიონალი. მადლობა ღმერთს ჩვენ ყველა ჯერზე ჩაბარებული გვაქვს, არასდროს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა რომ ჩვენებს ვინმეს რამე წონა ვერ ჩაებარებინოს ან რამე მსგავსი და ამ დროსაც UFC-ის დიეტოლოგებთან ყოველთვის ხაზზე ვარ ხოლმე. ჩალსი არის UFC-PI გუნდის დიეტოლოგების მთავარი ხელმძღვანელი და დირექტორი, ვისთანაც პირდაპირ კომუნიკაცია მაქვს, ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებ ხოლმე, რა წონა ვართ, რის გაკეთებას ვაპირებ, სულ ფიდბექს უკავშირს მეუნება, ამდენი წყალი შეუძლია რომ დალიოს მაგალითად მერაბმა, თუ შეუძლია რომ რამე მიირთვას ან ასე შემდეგ, შეიძლება ეს რაღაც პატარა ანანასის კუბიკები იყოს და ასე შემდეგ რა, ანუ გააჩნია თვითონ როგორი მოცემულობა არის. წონა მოკლედ წარმატებით ჩავაბარეთ. აწომების შემდეგ, რა თქმა უნდა, მთელი დღე კარგად დავისვენეთ, სანამ მოვიდოდა face-off-ების დრო. ძალიან ბევრი ქართველები იყვნენ ჩამოსული, სხვათა შორის ჩვენი მეგობრებიც. I told Charles, I'm like, listen, you might have to help us out to get him in the first one. Yeah, I know. We'll also be on stage with me at the weigh-ins. How's it going, brother? Watch the entire card for my personal VIP section on Saturday. These are my seats that you cannot buy. I'm from the rock stars. And the best part is, every country will support four ocean divers. Medium ocean cleanup cover. To support their mission to end the ocean plastic waste. These guys should do. Enjoy the fight. Go to alltrue.com/UFC right now and enter before the deadline. Let's go! მოხდა, როდესაც საქართველოსდან მერაბის ძმაც ჩამოვიდა თავის ოჯახთან ერთად მერაბის აქომაგოთ და ეს ძალიან დიდი мотиваცია იყო მერაბისთვის, როდესაც face-off-ები მორჩა, ნახეთ ალბათ როგორ მერაბი დახტოდა ზევითქვევით უკვე მოუთმოვნლად ელოდა ბრძოლა როდის იქნებოდა. ბრძოლებს და ბრძოლის დღეს მეგობრებო. Let's go champ. Let's go John. Let's go guys. Aljamaster. Opa! See you guys. Let's fucking go. Fourth man. Like more shit now too. Made-up's time coming. It's time! Yes, sir. Let's go, champ! Yeah, Ray's out here. There you guys go. Shane. Back again here, boy. The boys are back in town. The boys are back in town. Very good. Let's go. Let's go. Good, brother. Khalil, let's go. He likes him too much. I don't like it. CJ getting bigger and bigger, man. Getting bigger and bigger. I can feel it right now. Yeah, I'm tired. Well, almost coming in. See? How you doing? Good to see you. He was out of his mind at power slap. If I get hurt, I want like give me a chance, you know, like because I want to
give me matches time. You can even if I want to just fight all the way. I don't want to say me. If I go out, then it's first. These are done. So play like maybe. This is good. Tate, I'm your favorite fighter, right? Yeah. Thank you. Nice. Good defense. Ravi. Yes, sir. Yes, coach. I'm a friend. I got some people in the city. Yeah, totally, man. Feeling good? Yeah, feeling good and ready to go. Awesome. Good. Thank you for coming. What's up, guys? Locked in. Yeah. Just now, all the hard work is done. So just enjoy. Time to have fun. Yeah. Really, like, nothing left. I just have to be myself. Like, hard part is always weight cut and training and weight and everything. Now it's just What do you think, what kind of tricks do you think he's going to try to evolve? he has good footwork and climbing. Climbing is the most dangerous. Yeah. Whatever he does. And he also has a good leg line. We all know that he's can like yeah. one little. I mean, I'm prepared. This is the best. And this is awesome. white. Yeah. Here, Oh my. What is the This is this one. Gold. And this is white with blue. Do you want to fill it on? Do you want gold or blue? Gold champ, baby. Oh yeah. Here. The champ, come on. Yeah. What's up? And is this the box for that, or is that? No, this is a new separate pair. one. I think he has to get those back. Okay. We just want to make sure you're All right, cool. so with them. those are the demo. This is an actual pair that you can use. Yeah. Can we get a There you photo go. with them? With these on? And Mark? We gotta get some glasses for Aljo too. Do you have any? Do you have other glasses? I only have 2 pairs of handguards. Okay. Either in California or come out to Hawaii over After the the holidays. fight, you can see us. Awesome. All right. We'll see you out there, man. See you. These guys. Alex runs AI and stuff. Yeah. Great to meet you. Great to meet you. Tom, nice to meet you. Good luck tonight. Yeah, looking forward to seeing you fight. Yeah. It's okay. Thank you. Whenever I have questions, I ask Mandy. Oh, nice. What's up? All right. What's up? Good luck out there. All right. See you, man. Yeah. Let's go. I'll put these over here. Wow, that was too easy. Alright, let's fucking go. How was that so easy? Just the same shit. Same fucking shit. Right up in the ball. It's not. Let's see, what goes? Alright, fellas, let's take that walk. Let's do it. Let's go, Khalil, let's do it. Let's go, Khalil. Let's go. Here we go, here we go. Let's go, guys. Good luck. Let's go. Let's get going a little bit, man.
Two-man job. Two-man job to handle one. Might need vodka too. Oh! Oh, this might be over. Let's go, baby. საკმაოდ საინტერესო ქარდი გამოგვივიდა და სანამ მერაბის ბრძოლას შევეხები, აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ხალილ რაუნდის წაგება ძალიან მეწყინა, იმიტომ რომ ხალილთან მეგობრობ და ახლო ურთიერთობა მაქვს და თითქმის ყოველდღიური შეხება და ძალიან კარგი მებრძოლი არის პირველ რიგში და შემდეგ კარგი ადამიანიც არის. და თან ისე მოხდა, რომ პირველი ორი რაუნდი მოიგო ხალილის შემდეგ მერაბის გამოსვლა იყო და მე ამჯერზე მერაბის კუთხეში არ ვიყავი ჩვენი ჯიუ-ჯიტსუს მწვრთნელი და ჩვენი მეგობარი შეინ შაპირო იყო, მაგრამ ბრძოლაზე დასასრები ბილეთი მქონდა და უკვე დავემშვიდობე მერაბს და ბიჭებს წარმატებები უსურვე, რომ ბრძოლაზე გავსულიყავი, სანამ ხალილის ბრძოლა მორჩებოდა. Can I see this? Yeah. Yeah, I'm sitting with family and after the fight. Do you know the family? I'll check with them to see if you need me to escort you back over here. Okay. Okay. Oh shoot! Give me 1 second. Okay. I think they're sitting somewhere here. Ladies and gentlemen, referee Mark Smith has now stopped this contest. და როდესაც შევედი უკვე, ანუ გავედი, მივედი ჩემს ადგილას და დავჯექი, მებრძოლებს ხელს უწევდნენ, ხალილ რაუნდრი და პროჩასკა იყო და პროჩასკას აუწიეს ხელი და ანუ შოქში ვიყავი, უბრალოდ ვერ მივხვდი რა მოხდა, ანუ რატომ მოიგო პროჩასკამ, იმიტომ რომ პირველი ორი რაუნდი ხალილს ჰქონდა მოგებული. და შემდეგ რო ვიკითხე, მითხრეს, რომ სამწუხაროდ ნოკაუტით წააგო და მესამე რაუნდში ისეთი მაგარი ბრძოლა გამოვტოვე, ნუ საწყენია რა თქმა უნდა ხალილის დამარცხება. ასევე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ანკალაევის ესეთი მარცხი ვერანაირად ვერ წარმომედგინა. ჯერ საერთოდ სიმართლე გითხრათ, თავშიც კი მიჭირდა იმის წარმოდგენა, საერთოდ რომ შეიძლებოდა აქ ანკალაევი დამარცხებული იყო. ანუ ვერაფრით ვერ წარმოვიდგენდი სცენარსაც კი, როგორ შეიძლებოდა ანკალაევი დამარცხებული იყო, მაგრამ აი პერეირას ბრავო. Shama. პერეირას დაბრუნება ძალიან მაგარი იყო, მაგარი მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ ესე გაიმარჯვა, რა თქმა უნდა ულოცავ შამა. სხვათა შორის ისე გამოვიდა, რომ დაღესტნელებს ახლა ჩემპიონი არ ყავთ, თუ ისლამ მახაჩევი არ დაამარცხებს ჯეკ დელა მანდალენას, აი მერე უკვე საკითხავია რა მოხდება და რა შვებიან, მაგრამ ოკეი, მერაბის ბრძოლას რაც შეეხება, ეს იყო თეიქდაუნების მასტერკლასი ალბათ თქვენს ყველა დამეთანხმებით. თეიქდაუნების მორიგი რეკორდი მოხსნა, ანუ მერაბი უკვე თავის რეკორდებს ხსნის, 20 თეიქდაუნი გააკეთა კორი სენდეკენთან წინააღმდეგ ბრძოლაში თუ არ ვცდები და თუ ზუსტად მახსოვს. ასევე საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლა იყო, ანუ 5-ვე რაუნდი დაძაბული იყო, არც ერთ მომენტში არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ რაღაც თითქოს მაყურებლები მოვეშვით ან რამე, სულ პრესინგი მიდიოდა, მერაბი დომინანტი იყო ამ ბრძოლაში. კორის სულ პრესავდა, მეორე რაუნდში ხო საერთოდ რა ვნახეთ, რაზეც სულ ლაპარაკობდა, ესე რთულად გიჭირთ ხოლმე ამის დაჯერება, რომ მერაბი რადიკალურად სხვა მებრძოლი არის რა. საერთოდ განსხვავებული მებრძოლი არის. მერაბის პირველი ბრძოლა, რაც ესე ლაივში ვნახე, იყო, როდესაც პიტერიანი დაამარცხა.
აქ ლას-ვეგასში, ვირჯინ ჰოტელში და ეხლა ამ ბრძოლასაც რო უყურე და რო ვადარებ, უბრალოდ ორი საერთოდ რადიკალურად განსხვავებული ადამიანი არის. მერაბი ძალიან დაიხვეწა დგომში, სტრაიკინგში, მისი გადაადგილება უფრო დახვეწილი არის, ანუ ფუტვორკი, ტეიქდაუნებს და უკვე ბოლოს თვითონ ეღიმებოდა, ანუ წკიპურით უკეთებდა ტეიქდაუნებს კორის მაგას ხუმრობ, რომ ეს ხანაკე წააქცევდა, ხანიკი წააქცევდა და უკვე თვითონაც ეღიმებოდა, ისე მარტივად უკეთებდა ტეიქდაუნებს და რა თქმა უნდა მოწოდების სიმაღლეზე არის, ეს არის მერაბ დვალიშვილის პრაიმი. და მე იმას ვამბობ, რომ მერაბი კიდე უფრო დაიხვეწება. თვითონ იხუმრა კიდევაც ინტერვიუში, რომ თავის მოწინააღმდეგეებს მიმართა, რომ რაც შეიძლება მალე აიღეთ ბრძოლები, თორემ ხო ხედავთ, რომ უფრო უკეთესი და უკეთესი ხდებიო და რა თქმა უნდა ეს მე როგორც მერაბის მეგობარს, მისი გუნდის წევრს და როგორც საქართველოს ერთ-ერთ წარმომადგენელს ძალიან მახარებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ კიდევ ძალიან დიდხანს ვიგუგუნებთ, მოკლედ და ვიქნებით საქართველოს და ქართველები ესე რეიტინგის პირველ ნომრებში, მაგრამ აწირაც არ უნდა მოხდეს, მეგობრებო, უბრალოდ ვამბობ, მერაბი ლეგენდა არის, უკვე გოუთი არის, ყველა ამაზე საუბრობს, ანუ არ სჭირდება არაფრის დამტკიცება, რომ საუკეთესო დროის ბანთემვეით ჩემპიონი არის ნამდვილად. გოუთები ყავს დამარცხებული, დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ არაერთ სანახაობრივ ბრძოლას გვაჩვენებს და ძალიან გვასიამოვნებს 50 წლამდე აპირებს ბრძოლას და მე დარწმუნებული ვარ, რომ გააკეთებს, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს მერაბი ხუმრობით არ ამბობს ხოლმე, დამიჯერეთ თუ რაღაცას ესე გადაწყვეტილებით ამბობს, მაგას სრული სერიოზულობით ამბობს. მიუხედავად იმისა, რომ მერაბმა სრული დომინაციით მოიგო, რა თქმა უნდა, მაინც ყველა დაძაბულები ვიყავით, დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ბრძოლა არის და მაინც ვერ გაიგებ წინასწარ რა მოხდება. რაც შემიძლია ვთქვა იგივე ანკალავის და პერეირას ბრძოლაზე, ერთ რაუნდში შეიცვალა ყველაფერი და თითქოს იმ ერთმა დარტყმამ შეცვალა თავიდან. ასე რომ თავარია გავიმარჯვეთ, ყველაფერი რიგზე არის and still ისევ ჩემპიონები ვართ. After party იყო სრული სიგიჟე, მაგრამ სანამ after party-ზე მივიდოდით, კულისებში კორი შევხვდით, შამას და მთელ მის გუნდს შევხვდით, რა კადრებსაც აქ ჩავსვამ და მადლობა ამისთვის ამ სათვალეებს და so much. Opa, thank you so much. Ooh, let's go! Let's go. Let's go. I think he's doing an interview right now. Hey. Hey, easy job, man. Easy. Thank you so much. Thank you so much. Let's go, brother, and still. That's it. Amazing night. Now tomorrow's the wedding. It's gonna be a great weekend. Hey. Good job. That's no longer the and იმელა რა სამბო ბიჭო იმელა ლომი ხარ ჩვენ იმელა უკრავი ხარ ზო რას მრავადლობა ზო მაგარი ბიჭო იზი იმელა შენი სტილი განაწყა პეგრე მაგარი ხარ ზო yeah Corey, we have much respect, like Merab's whole team, brother. You know, we have much respect, brother. You know, we like your spirit, so everything he was doing, you know. Great fight, great fight. You almost finished me. All right, Respect, guys. Respect. Where's Joe now? Good job, congrats, coach, congrats. Wow, it was an amazing fight. Amazing fight. Yeah, good job, congrats. Oh, this guy say he's
ეს კაცი ამოსოს ჩაპიროშვილი ვარო. What's your last name? Shapiroshvili. Let's go. Let's go. You stole your papa? Let me borrow it. He was nice enough to let me borrow it. That's good. Ori American gavakartere. This guy say I'm Georgian now. We already had one Georgian. You adopted me now. He's the first Georgian Jew there is. Georgian, yeah. Serious friends. You have our camera right here. Thank you so much. Do you want to use the? Yep, I'm with him. As long as Jimmy said Jimmy's mic on. Yeah, we're gonna go right. Shama. I fly. Fly high. Fly high. Fly high. Chama. Let's go. So easy too. Wow. No, it was probably less than. No, it was amazing. He walked right out. Daniel's over here. What good? Okay. How's score? 1 to 10. 11. Oh, congratulations. Champ! Champ! Let's go, baby. So happy for you. So happy for you. You're the best. You're a legend. Legend. All judo. I saw that judo. You saw judo? Oh, I did end of the... I saw it. No, I was like, oh! Here I go. Not working well. No, you made it look easy. Yeah, it was amazing. You're the best. You're the best. See, Olympic champion said you are a good judo guy. That means okay. You did get a couple tosses. The UFC podcast needs you. He's good. He's in the hospital. I think he cracked his dome, but great fucking fight. It's not supposed to. What's it supposed to do? Let's Be just shake it careful, up. Aljo. Well, you're probably. There you go. So just be careful because you don't want to. Of course you don't want to do much. Aí, peraí, Pato. Só vamos estourar a geladinha aqui, ó. Comemoração aqui, ó. So how are we doing? So we're gonna pop it. Hey, Just be careful so you don't congratulations. cut yourself. Okay. And you just chuck. It'll make it go fast. 1, Congrats, 2. Congrats, Shama. Oh, there you go, Aljo. Push this. Let's go. You gotta give him a warm one. It's been a long time since I did that. Quem foi que chupou primeiro? Quem chupou primeiro? Quem foi que chupou primeiro? But I have you. There you go. Congratulations. What a fight. Take that off the rack. Congratulations. I purchased this myself. Yeah. I bought this for you. So like, I know I'm not American, but You are American. You are American champion. You're Rob Smith. Okay, let me. I'm gonna open this. But Spray the room. No. Spray the room, DC. Take some. Tell me if you like it. I like it. It's good? There we go. Anybody else wants it? There you go, coach. Hey, watch it. It's very good popcorn. T-Mobile were known for the popcorn. Makes you really hungry. Thank you so much. Appreciate it. We're out. I have a belt and I have this. All right, team photo, guys. ხათაშორის აი ამ სათვალეზე უნდა გავიხსენო ერთი ძალიან ისეთ სახალისო მომენტი მარკ ზუკერბერგის როდესაც შემოსული იყო გასახდელში ეს იყო ბრძოლამდე შემოვიდნენ მერაბს ეს სათვალეები აჩუქეს მოდი გაჩვენებთ გავხსნი ორი ცალი აჩუქეს და ერთი უნდა ვთხოვ რა აი ასეთი ლამაზი ყუთი აქვს აქ სავარაუდოდ დამტენი და ინსტრუქცია იქნება ანუ მე ზოგადად ამ სათვალეებში ის მომწონს რომ
თვითონ ეს кейსი ტენის. აი რეიბანებზეც ესე არის. ეს გამჭირვალე სპეციალურად მაქვს, რომ შენობებშიც კომფორტული იყოს გადაღება. აი ნახოთ უკვე Oakley. ამასაც განსხვავებული кейსი აქვს რეიბანთან შედარებით. ესეც ასე. აბა გადავიღებ და გაჩვენებთ ჩემ წინ. აი ახლა ვიღებ. წესით აქ უნდა სიმსიმევდეს და მე შეგნითაც ხედავ რომ ვიღებ. ბარკი იყო შემოსული, სათვალეები აჩუქა მერაბს ელაპარაკა, ბრძოლაზე ისაუბრეს, კითხა როგორი იყო მერაბის სტრატეგია, რას აპირებდა, მერაბმაც აუხსნა ყველაფერი, რომ აი მიმოძრავებ, ამას გავაკეთებ და შემდეგ თხოვეთ სურათის გადაღება, მთელი გუნდი დავდექით. სხვათა შორის მარკთან ერთად მეტას და ინსტაგრამის სხვა გუნდის წევრებიც მოსულები იყვნენ და ჩემი ტელეფონი მივაწოდი და ვთხოვე რომ სურათი გადაიღოთ და ეს ბიჭი ვინც გამომართვა მეტას ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო აი ესე იღებდა სურათს და ამ დროს მე ისე ვთხოვე რომ თუ შეგიძლია რომ ამოატრიალო და ინსტაგრამის ფორმატში გადაგვიღო თქო რა და ამ დროს მერაბი ეუბნება რომ ჩვენ კარგად ვიცით ალგორითმები როგორ მუშაობსო და მთელი მარკით დაწყებული რა ვიცი მეტას გუნდიც და ინსტაგრამის ბიჭებიც ძალიან იცინოდნენ იმიტომ რომ ლამის იქით დაუწყეთ შემდეგ ალგორითმის სწავლება ინსტაგრამის და საკმაოდ სასაცილო გამოვიდა. ხო, ბრძოლაზე მეტას ათვალეებით გამოვიდა მერაბი. იქ ყვითელი ეკეთა, ეს მეორე წყვილი არის, ამაზეა სხვათა შორის. Downhill-ზე თუ წავალ გავტესტავ პულისებში როგორც გითხარით კორისაც შევხვდით პირადად ვესაუბრე კიდევაც პატივისცემა გამოვხატე მის მიმართ და მთელი მისი გუნდის მიმართ მადლობა გადაუხადე იმ ვიდეოებისთვის რასაც აკეთებდა ამ ბრძოლის დროს ბრძოლის პრეკამპანიის პერიოდში ესე ვთქვათ საკმაოდ სახალისო იყო და ვერთობოდით მეთქი ვუთხარი ბრძოლის შემდეგ დაახლოებით 2 საათნახევრის განმავლობაში ისევ არენაზე ვართ ხოლმე და ინტერვიუები არის და ჩაწერები სხვადასხვა პოდკასტები ხოლო შემდეგ იყო after party-ს ძალიან კარგი დრო გავატარეთ მეორე დღეს ალჯოს ქორწილი გქონდა ამას დავარქმევდი ომიდან ქორწილში ალჯოს ქორწილიც ძალიან მაგარი იყო სხვათა შორის საკმაოდ ემოციური გამოდგა არ მეგონა თუ ესეთი ემოციური იქნებოდა ცერემონიის დროს ცრემლებიც კი მომდიოდა მერავს გავხედე მერაბის ტირო და გვერდი ალჯოს ქორწილიც საკმაოდ დატვირთული იყო მებრძოლებით არა მარტო მებრძოლებით ჩონშელბიც კი იყო ჯამალ ჰილი კრის ვეიდმანი მერაბი ტეოფიმე ლოპეზიც იყო სხვათა შორის შორიდან დაუქნიე ხელი ტეოფიმე ლოპესთან ერთი ძალიან კარგი ისტორია მაქვს რომელსაც მე წლების მერე მოვყვები მეგობრებო იმიტომ რომ ეხლა უბრალოდ არ შემიძლია ამის მოყოლა და ამაზე საუბარი დარწმუნებული ვარ ამ ისტორიაზე საუბრის დროს მოვა აუცილებლად ეხლა უბრალოდ არ შემიძლია შეიძლება ესეც ამოვჭრა და არ დავტოვო ვიდეოში გაბედნიერდა ჩვენი ალჯო -1 საძმაკაცოში და neighborhood-ში სამწუხაროდ მაგრამ საბოლოო ჯამში როგორ შევაფასებდი ამ ყველაფერს ეს მოცემულობა რაც ეხლა გავიარეთ კარგად უნდა დავიმახსოვროთ მერაბმა და მერაბის გუნდმა ვინც ჩართულები ვართ კემპის დროს მომზადების დროს ტონის კლების დროს რადგან იდეალურად გავიარეთ თითქმის მეტი წილი ამის თქმა მინდა და შემდეგი ბრძოლები რაც იქნება ამასთან მაქსიმალურად მიახლოვებული უნდა იყოს ისევ იდეალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მინიმუმ წინაჯერზე უკეთესად დავიხვეწოთ ისევ განვითარდეთ და განვითარება ზოგადად ისეთი პროცესი არის რა არ ჩერდება სულ განვითარების პროცესში ვართ მადლობა მერაბ რომ ქართველი ხარ და საქართველოში დაიბადე და ჩვენ ჩემპიონი ხარ ესეთი კარგი ემოციები რომ მოგაქვს ჩვენთან და ესეთი კარგი ვაიბები და ენერგეტიკა ესე ვიტყოდი და ჩვენც ესე გმუხტავ მთელ ქვეყანას მადლიერები ვართ და წინ კიდევ უფრო საინტერესო ამბები გვაქვს ალექსანდრე თოფურიას ბრძოლას ველოდებით მალე ალეკო საღლიანის ბრძოლას ველოდებით მალე და სხვათა შორის ორივეს ერთი და იგივე დღეს აქვს ბრძოლა დანიშნული 22 ნოემბერს ალეკოს ბრძოლა აქ არის ამერიკაში 22 ნოემბერს მასთან ერთად ვიქნები წარმატებებს უსურვებ და რა თქმა უნდა ალექსანდრესაც წარმატებებს და გამარჯვებას უსურვებ და დარწმუნებული ვარ რომ ესე იქნება ყველაფერი მიხარია რომ ქართული MMA ვითარდება ძალიან მიხარია რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ქართული MMA-ით რამოდენიმე დღის წინ საქართველოში უყურებდი MMA-ის ჩემპიონატები ჩაატარა საქართველოს MMA-ის ფედერაციამ რამოდენიმე ოქტაგონი ქონდა შემდეგ ბრეივის ჩემპიონატი ჩატარდა ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს რომ უკვე დიდი ყურადღება არის ამ სპორტზე საქართველოში უფრო მეტი ინტერესი არის უფრო მეტი ახალი სახე გამოჩნდა ეს ბიჭები ვინც გამოდიოდნენ ამ ჩემპიონატს და გოგოები მე როდესაც საქართველოში ვიყავი მათთან შეხება არ მქონია და არ ვიცნობდი
მაგრამ დიდი სიხარულით გავიცნობ მომავალში, რადგან ახალი სახეები არიან, ახალი თაობები მოდის. მხოლოდ განვითარებისკენ დარწმუნებული ვარ, მალე ილიას ბრძოლას ჩაინიშნება, რომანის ბრძოლას ჩაინიშნება, გიგას ბრძოლას ჩაინიშნება და ასე შემდეგ და მოუთმენლად ველი, მოკლედ ამ ყველაფერს როგორ განვითარდება მოვლენები და რას ვიხილავთ მომავალში. თქვენთან კი კიდევ ერთხელ მექნება თხოვნა, რომ მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩემი არხი. მართლა მეხმარება ეს მოქმედება, რომ არხი წინ წავიყვანო და განვავითარო და ასევე რა თქმა უნდა ქართული სპორტისტვისაც ძალიან დიდი მხარდაჭერა არის ეს, იმიტომ რომ სულ MMA-ზე და ქართულ სპორტზე ვსაუბრობ, თუ მე და ალეკო იქ რაღაცების დასაგემოვნებლად არ გავდივართ ხოლმე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ამ სათვალეებით გადაღებული ძალიან ბევრი კონტენტი ჩემს ინსტაგრამზეც მიდევს და არ დაგავიწყდეთ ჩემი ინსტაგრამის გამოწერა. იქ უფრო ყოველდღიურ რეჟიმში პოსტავ ხოლმე ძალიან ბევრ სხვადასხვა კონტენტს, ესე ვიტყოდი და ასევე მინდა მადლობა გადავხადო ჩემს სპონსორებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. მე დროებით დაგემშვიდობებით. ეხლა რამოდენიმე დღე დავისვენებ, რადგან ზოლის მერე იმდენად გადაღლილები ვართ ხოლმე, რომ რამოდენიმე დღე აუცილებლად ჭირდება, რომ გადავერთო სხვა რაღაცეებზე და უფრო დავიტენები შემდეგი გამოწვევებისთვის. ისე რა საინტერესოა. კი არ მინახავს გაკეთებულზე როგორია. დუდუმ დუმ დუდუმ.